მოგესალმებით, ეთერშია გურიის ახალი ამბების სტუდიაში თქვენთვის ნინო ვაშალომიძე მუშაობს. ეუთოოდირი 4 ოქტომბრის არჩევნებს არ დააკვირდება. არჩევნებზე მისიის განთავსების შესაძლებლობას ისინი ვერ ხედავენ, თუმცა ეუთო მანდატის ფარგლებში მოვლენების მონიტორინგს გააგრძელებს. ასეთია პასუხი ეუთოს მხრიდან საქართველოს ხელისუფლების მიერ გაგზავნილ წერილზე. აღნიშნული საკითხი კი პოლიტიკური შეფასებების თემა გახდა პოლიტიკურ სპექტრში. ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისი აცხადებს, რომ არჩევნებამდე თვეზე ნაკლები დროით ადრე საქართველოს ხელისუფლების მიერ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე დაკვირვების მიზნით ორგანიზაციის მიწვევა სანდო და შინაარსიანი დაკვირვებისთვის არასაკმარისი დროა. ეუთო ოდირმა არაერთხელ გაუსვა ხაზი დროული მოწვევის მნიშვნელობას, რათა უზრუნველყოფილიყო არჩევნების სანდო და ყოვლისმომცველი დაკვირვება. მაშინ, როდესაც ფაქტობრივად ყველანაირი შესაძლებლობა ტექნიკური ამოწურულია იმისი, რომ ეუთო ოდირმა განახორციელოს სრულფასოვანი დაკვირვება ამ რუსულ სპეცოპერაციაზე, მაშინ ქართულმა ოცნებამ გადაწყვიტა ფორმალურად, რომ უბრალოდ მიმართოს ეუთო ოდირს, რაც მათი მხრიდან კიდევ ერთხელ მიუთითებს იმას, რომ ისინი ცდილობენ, რომ შექმნან რაღაცა ფარსი ამ რუსულ სპეცოპერაციასთან დაკავშირებით, თითქოს ამ ქვეყანაში ტარდება რაღაცნაირი ტიპის არჩევნები, რეალურად ამ ქვეყანაში არჩევნები არის გაუქმებული. ეუთო ოდირის მხრიდან, რომ ის პასუხი იქნებოდა, რა პასუხიც მიიღო ქართულმა ოცნებამ, ეს არის აბსოლუტურად ცხადი. იმ მოკლევადაში, რა დარჩენილია საარჩევნოდ, ვერ შეძლებს ეუთო ოდირის სრულყოფილად დაკვირვებას. ტობახიძის მხრიდან ეუთო ოდირის მისიის მოწვევა რამდენიმე დღის წინ აღმოჩნდა პროპაგანდისტული ხრიკი, ამის შესახებ ჩვენ ინტენსიურად საუბრობდით. მაშინ, როდესაც თვეზე ნაკლებია დარჩენილი არჩევნებამდე, შეუძლებელი არის სრულფასოვანი მისიის წარმოვლენა და შესაბამისი დაკვირვების განხორციელება როგორც წინა საარჩევნო პროცესზე, ასევე კენჭისყრის დღეზე და ამის შედეგად რაიმე დასკვნის დადება. ამის გამო წუხილს გამოთქვამს ეუთო ოდირი, რომ ნდომოდა რეალურად ქართულ ოცნებას ეუთო ოდირის მისიის მოწვევა ჯერ კიდევ ივნისში არ იტყოდა უარს ამის შესახებ. ჩვენი ვარაუდი გამართლდა, იქიდან გამომდინარე, რომ ხედავთ, რომ თითქმის 1 წლის განმავლობაში აბულინგებდნენ ეუთო ოდირს. მოწვევა გავაგზავნეთ, რომ სასპეკულაციო ყველასთვის დაგვეკეტა ამ საკითხთან დაკავშირებით და ჩვენ ისინი მოვიწვიეთ, თუმცა რაღაცა თითიდან გამოწვეული საბაბით ამბობენ უარს ჩამობრძანებაზე, თუმცა რეალური მიზეზი არის ის, რომ ისინი რომ დააკვირდებიან არჩევნებს, ყველაფერი მიმდინარეობს ჩვენი მხრიდან ძალიან მშვიდი გარემოს ფარგლებში, წინა საარჩევნო პირობები არის შექმნილი უმაღლეს დონეზე, არჩევნებიც ჩატარდება იგივენაირად უმაღლეს დონეზე და ისევ მოუწევთ დაწერა, რომ ცესკო მოახდინა არჩევნების ძალიან მაღალ დონეზე ადმინისტრირება და შესაბამისად იციან, რომ ამაზე კიდე დამატებითი ბულინგი იქნება მათი მისამართით და შესაბამისად ისინი ცდილობენ, რომ ეს ბულინგი თავიდან აირიდონ. პირველი შესაძლებლობისას ნაგავში მოისროლა მისი დაკვირვება ყველა, მისი შედეგები ყველა, ვისაც პატივი უნდა ეცა და პრაქტიკულად ქართული ოცნების ხელისუფლება აღმოჩნდა ერთადერთი ხელისუფლება, რომელიც მიუთითებდა ყველას, რომ პატივი ეცათ ეუთო ოდირის ანგარიშისთვის. მაინც რომ რაღაცნაირად დაგვესრულებინა ეს მანიპულაციები, ჩამოსვლა, არ ჩამოსვლა, მოწვევა, არ მოწვევასთან დაკავშირებით, ჩვენ მოვიწვიეთ და ნუ მივიღეთ ის პასუხი, რაც მივიღეთ. გასაგებია, ჩვენ პატივცემთ მათ პოზიციას, მათ გადაწყვეტილებას და მსგავსადვე იმედია, რომ ისინიც და ყველა საერთოდ პატივცემს ქართული ხალხის გადაწყვეტილებას და არჩევანს მუნიციპალურ არჩევნებზე. დროზე დაიწყეს ზოგ-ზოგი ერთებმა მანიპულაცია, არ არსებობს რაიმე განსაზღვრული თარიღი, როდის უნდა გააგზავნო, როდის არ უნდა გააგზავნო, ეს არის ორმხრივი შეთანხმების საგანი იმ ქვეყანას, სადაც მიდიხარ და ამიტომ რამე ისეთი განსაკუთრებული წესი აქ არ არსებობს. კახი კალაძის საარჩევნო შტაბთან აქცია გაიმართა, სადაც ოპოზიციურ პოლიტიკურ პარტიებთან ერთად რიგითი მოქალაქეებიც იდგნენ. აღნიშნულ ფაქტს შეფასებები მოჰყვა. მელიქიშვილის გამზირზე ქართული ოცნების საარჩევნო შტაბთან ღამით განვითარებული მოვლენები დილიდან პოლიტიკური შეფასებების თემა. გუშინ ღამე ადგილზე ოპოზიციის ნაწილი, ნაციონალური მოძრაობის აქტივისტები და საპროტესტო აქციაზე დაკავებული პირების ოჯახის წევრები იმყოფებოდნენ. სურთ რომ არეულობა მოხდეს არჩევნებამდე, იქიდან გამომდინარე, რომ განწირულები არის. თუმცა ჩვენ ვაგრძელებთ ჩვეულებრივად საშტაბო მუშაობას, რა თქმა უნდა, და ვიღებ ძალიან ბევრი მოქალაქეს, ძალიან ბევრი ჩვენი მხარდამჭერი მოდის ჩვენთან შტაბში და მე მინდა ძალიან დიდი მადლობა გადაუხადო იმ ბიჭებს, ვინც გუშინ შტაბში იმყოფებოდნენ, იმ უამრავ ვაჟკაცს, აი ნამდვილ ქართველ ბიჭებს, რომლებიც ფაქტობრივად ხელები ეკავებოდათ, ისე უნდათ გარეთ გასვლა და პასუხის გაცემა, მაგრამ აი ეს იყო ნამდვილად ქართული ღირსეული საქციელი და მათ მოახერხეს თავის
დაკავება, რა თქმა უნდა, დიდი ძალისხმევის შედეგად დაგვიჯდა ეგ ყველაფერი, როგორც დავპირდით ჩვენს მოქალაქეებს. მე მინდა ყველა შევახსენო, რომ ძალიან რთული არის ამ შეურაცხყოფის მოთმენა ქართველებისთვის, თუმცა კიდევ ერთხელ მინდა მოვუწოდოთ, ჩვენ მხარდამჭერებს ჩვენი პარტიის წევრებს, რომ მაქსიმალურად შევიკავოთ თავი, ვინაიდან ნებისმიერ პროვოკაციაზე წამოგება ნიშნავს მათსავე წისქვილზე წყლის დასხმას იქიდან გამომდინარე, რომ განწირულები არიან სხვანაირად არჩევნებში. ესენი არიან ჩვეულებრივად ფსევდოლიბერალური ფაშიზმის მიმდევრები საქართველოში, რომლებსაც არც კულტურა არ გააჩნიათ, არც მორალი არ გააჩნიათ და აბსოლუტურად არანაირი ღირებულებები არ გააჩნიათ, ხო? იქ მოხდა საშინელი ინციდენტი, როდესაც უბრალოდ ქუჩაში გამვლელიც ფაქტობრივად გალახეს, იქ რა სიტყვებით მოიხსენიებდნენ ჟურნალისტებს, რომლებიც უბრალოდ თავის პროფესიონალურ საქმიანობას ეწეოდნენ გარეთ, გოგოები რა სიტყვებით ილანძღებოდნენ. არსებობს რაღაც 500 კაციანი ტიტუშკათა ჯგუფი, რომელსაც კახა კალაკძე და ირაკლი კობახიძე მდინარაძის ორგანიზებით ეხლა უხდიან ფულს. არანაირი საზოგადოებას შორის დაპირისპირება არ არსებობს. როდესაც იმაზე მიდიან, რომ საქართველოს ღალას დეკლარირებულად ხელს აწერენ, მაშინ იმისთვისაც ძად უნდა იყვნენ, რომ აუცილებლად მათ მოღალატეს და აუცილებლად მათ რუსს დაუძახებენ. ქართული ოცნების მოღალატე რეჟიმზე ყველა გინება არის ალალი. აი ეს არის ჩემი პასუხი ამასთან დაკავშირებით. ნებისმიერი ტიპის ძალადობა. ნებისმიერი ტიპის ძალადობა და რადიკალიზაცია ჩვენი გუნდისთვის იყო, არის და იქნება მიუღებელი. იმიტომ, რომ ძალადობას და რადიკალიზაციას ჩვენი ქვეყნისთვის კარგი არაფერი მოუტანია, გარდა რისკებისა და პრობლემებისა. ეს ერთი. რაც შეეხება ნაციონალური მოძრაობის მიერ დაანონსებულ დამხობების სცენარებს, ეს კიდევ უფრო კატეგორიულად მიუღებელია და რა თქმა უნდა ჩვენ არანაირი ტიპის დამხობისკენ მოწოდებას ნაციონალური მოძრაობის მხრიდან არ შეუერთდებით. ოზურგეთის ნომერ მე-60 საოლქო საარჩევნო კომისიაში წარდგენის ვადის ამოწურვის შემდეგ უკვე ოფიციალურად 5 პოლიტიკური სუბიექტი, 53 მაჟორიტარი და 2 მერობის კანდიდატია დარეგისტრირებული. ოზურგეთის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის ბერდია ლომიძის თქმით, 4 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე ოზურგეთელ ამორჩევალ საარჩევნო ბიულეტენში ასარჩევი 5 პოლიტიკური პარტია, 53 მაჟორიტარობის კანდიდატი სხვადასხვა მაჟორიტარულ ოლქში და 2 მერობის კანდიდატი დახვდება. ოზურგეთში 5 სუბიექტი იქნება პროპორციულ არჩევნებზე წარმოდგენილი. რაც შეეხება მაჟორიტარ კანდიდატებს, 6 სუბიექტს ყავს წარმოდგენილი 53 მაჟორიტარი კანდიდატი, რომელიც უკვე რეგისტრირებული არის და მიიღებენ მონაწილეობას არჩევნებში და მათ შორის 1 მაჟორიტარი არის წარდგენილი საინიციატივო ჯგუფიდან. რაც შეეხება მერობის კანდიდატებს, მერობის კანდიდატი 2 საარჩევნო სუბიექტმა წარადგინა და შესაბამისად 2 მერის კანდიდატი მიიღებს მონაწილეობას 4 ოქტომბრის არჩევნებისთვის ოზურგეთის მუნიციპალიტეტში. პარტიული სიები 6 სუბიექტმა წარადგინა, მაგრამ აქედან 5-ს მიეცა საშუალება დარეგისტრირებულიყვნენ, საბუთები წესრიგში ჰქონდათ, მხოლოდ 1 სუბიექტს ეთქვა უარი არასრული დოკუმენტაციის წარმოდგენის გამო. შესაბამისად, პარტიული სიები ცესკოს ვერ გვერდზეც გასაჯაროვდება და ყველას ექნება საშუალება ნახოს. საბოლოოდ გაირკვა თუ რომელი პარტიები იბრძოლებენ საკრებულოს წევრობისთვის ოზურგეთის მუნიციპალიტეტში. ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემებით ოზურგეთის საკრებულოს წევრობისთვის პარტიული სიები 5 პოლიტიკურმა სუბიექტმა, ნომერი 3 კონსერვატორები საქართველოსთვის, ნომერი 8 საქართველოს პატრიოტთა ალიანსი, ნომერი 9 ძლიერი საქართველოს ლელო, ნომერი 25 გახარია საქართველოსთვის და ნომერი 41 ქართულმა ოცნებამ წარადგინა. შინაგან საქმეთა სამინისტრომ ნარკოდანაშაულის ბრალდებით 1 პირი დააკავა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონო დათესვა მოყვანის ბრალდებით 1992 წელს დაბადებული წარსულში სხვადასხვა დანაშაულისთვის ნასამართლევი ნუშო დააკავეს. დანაშაული 12 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა უცხო ქვეყნის 18 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტისა და სამინისტროს შესაბამისი განყოფილების მჭიდრო კოორდინაციის ბოლო დღეებში ჩატარებული კომპლექსური ღონისძიებების ფარგლებში საქართველოსთან უცხო ქვეყნის 18 მოქალაქის გაძევება განხორციელდა. ქვეყნიდან გაძევებული იქნა ირანის, ჩინეთის, რუსეთის, ნიგერიის, ეგვიპტის, ბანგლადეშის, ბელარუსის, თურქეთის, ინდოეთის, პაკისტანის და უზბეკეთის ჯამში 18 მოქალაქე. მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად გაძევებულ პირებს ქვეყანაში შემოსვლის აკრძალვა დაუწესდათ. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტი წარმოადგენს ქვეყნის შიგნით უკანონო მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლაზე პასუხისმგებელ ორგანოს. მის ერთ-ერთ კომპეტენციას წარმოადგენს საქართველოში სამართლებრივი საფუძვლის გარეშე მყოფი უცხო ქვეყნის მოქალაქეების გამოვლენა და საქართველოსთან გაძევების განხორციელება. დღეს სოფელ ნაგომარში უკვე ტრადიციად ქცეული დოღი ოზურგეთის თასი 2025 გაიმართა. საცხენოსნო ღონისძიებაზე შეკრებილმა საზოგადოებამ სხვადასხვა დისტანციაზე 4 საცხენოსნო გარბენი, ნაგომრის თასი, მშვიდობის თასი, ოზურგეთის თასი და გურული მხედრების თასი იხილა. გურული მხედრების თასის გამარჯვებული ოზურგეთელი გიორგი ჟავანაძე გახდა, რომელსაც თასთან და მედალთან ერთად ფულადი პრემიაც გადაეცა. დღევანდელი ნაგომრის დოღი დატვირთული იყო სხვადასხვა საცხენოსნო ღონისძიებებით. მაყურებელმა ოზურგეთელი და მარტვილელი მხედრების მიერ ნათამაშები ისინდი და ცხენბურთი იხილა, სადაც გამარჯვებული ოზურგეთის გუნდი გახდა. დოღის დასრულების შემდეგ ადგილობრივებმა დიდ ეკრანზე საქართველოს საკალათბურთო ნაკრების თამაშს უყურეს. მოგვიანებით კი ჯგუფ რეგიონის კონცერტი გაიმართა. სპორტული ღონისძიება ოზურგეთის მერიის მხარდაჭერით და სპორტულ გამაჯანსაღებელ დაწესებულებათა გაერთიანების ორგანიზებით ჩატარდა. ეს გახდა ჩემ ხელთ არსებული ბოლო ინფორმაცია. მე მომავალ შეხვედრამდე გემშვიდობებით, კარგად ბრძანდებოდეთ.